ჩემო საყვარელო მებაღეებო, ხომ იცით რომ მოვიდა თესლის აღების დრო? გადაყვავილებული მცენარეებიდან თავებს რომ გადავჭრით გადაყვავილებულს, ხო? ყველაზე კარგია პირდაპირ მოვათავსოთ ქაღალდის კონვერტში, ქაღალდში, მშრალად იყოს თესლი. ასე შეგვიძლია დავტოვოთ იმ დრომდე, სანამ დავთესავთ, ანუ გაზაფხულის დასაწყისში. და აუცილებელია რომ წავაწეროთ. ჩემი გამოცდილებით რომ გონია დავიმახსოვრე რაღაც. არ მომახსოვრდება. ამჯერად თესლი მთხოვა ერთ-ერთმა ჩემმა გამომწერმა, ქალბატონმა ხათუნა, მოვიკითხავთ. დიდი მადლობა კომენტარებისთვის, სტიმულს მაძლევს. თქვენი კომენტარები ვწმუნდები რომ ერთი და იგივე ადამიანი მიყურებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი, ესე იგი გაინტერესებთ არხი. თან არხის წინსვლაში ეხმარება არხს თქვენი კომენტარები. ამისთვის დიდი მადლობა. მართალია თქვენ სხვა თესლები არ გითხოვიათ, მაგრამ მე სეზონის განმავლობაში დავაგროვებ და გადმოგცემთ, რომელიც გსურთ გამოიყენეთ. დიდი მადლობა თანადგომისთვის. მაშასე ჩავდებ კონვერტში, დავაწე, რომ ეს არის ვარდისფერი არმერია. არმერიის სამი ფერი მაქვს, სამივე ფერს მოვაგროვებ და ცალ-ცალკე დავაწერ. თუ მეყო კონვერტები. ავიღებ პლატიკადონის თეთრი ზანზალაკების თესლსაც. ამჯერად პირდაპირ კონვერტს წამოვაცვამ, რო არ დაიკარგოს, ესე გადავჭრ. წამოვაცვამ, მე გადავჭრ და მოვატრიალებ. მოგესალმებათ თქვენი შაბათის მებაღე. ამ ვიდეოში დღეს გარდა იმისა, რომ თესლის აღება ვისწავლეთ, გაჩვენებთ აი მარჯვნივ რომ ხედავთ თეთრ რამბლერს, ანალოგიური რამბლერები, როგორ გავასუფთავოთ გადაყვავილებული თავებისგან. ერთ-ერთ წინა ვიდეოში გაჩვენეთ სხვადასხვა ტიპის ვარდი, როგორ უნდა გადავჭრათ გადაყვავილებული თავი, როგორ უნდა გადავაჭროთ, რომ ისე გამოვიწვიოთ ყვავილობა და თან რომ ბუჩქი სუფთად და ლამაზად გამოიყურებოდეს. ამჯერად ყვავილობას ვერ გამოვიწვევთ, მაგრამ სუფთად იქნება და დავტკბებით სილამაზე. აგრეთვე გაჩვენებთ პეროვსკაიას შალფეის სალბი, რატომ გავუკეთებ ჩელსი ჩოპს, ანუ რატო გადავაჭრი 1/3 ზემოდან, აგიხსნით და დავაკალმებ. დაკალმებასაც გაჩვენებთ გაიშალა დოეცია. აგრეთვე ბუდლია ფანტანი იწყებს ყვავილობას და მინდა გაჩვენოთ წითელი მოცხარი, რომელიც ამ გაზაფხულზე გავსხალი და გაჩვენეთ ასხლის სპეციფიკა. მივაბამ თანდართულ ფაილადაც, აგრეთვე ზემოთაც ნახეთ და პირველ კომენტარშიც იქნება ლინკი. ამჯერად უყურებთ ვარდებს, გაიშალა ცისფერი ვერონიკა ქვემოთ, გვერდზე რო იყო გადაიყვავილა სალბი კარადონა და
დარჩით ვიდეოში ბოლომდე, არ იქნება გრძელი და იმედია იქნება საინტერესო. რამბლერის გასუფთავება საკმაოდ რთულია, არ ძლიერს. მე ესეთი გზით ვასუფთავებ, რომ დამტკნარი ნაკლებად გამოჩნდეს და უფრო ლამაზი იყოს. მთელი ეს კონსტრუქცია. ყვავილობის მერე გრძელი მებაღის მაკრატლით მოვჭრი, გავუკეთებ ფორმირებას. ეს აღარ იყვავილებს. შეიძლება ერთეული ყვავილები გამოიცვალოს. აგრძელებს ყვავილობას თეთრი პატარა წინწკლებით ირლანდიული ხავსი. სულ ერთი ბეწო ქოთანი შარშან ჩავშკით და ესე ნაწილ-ნაწილ და ესე სწრაფად მრავლდება. როგორც მოგწონს ირიას ყვავილობა, ხომ უხდება ედემის ვარდს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ადგილიდან შეკრული იყოს კომპოზიციები, ლამაზი იყოს. მე ძალიან მომწონს. გადაყვავილების პროცესშია და გადასაჭრელია მიხაკი, მაგრამ გვერდზე აყვავდა ვერონიკა ფუქსიას გარდა. ამ მიხაკის გადაჭრასაც გაჩვენე. ისე ვერონიკა. შემოთხოვ ცისფერი გაჩვენეთ ვარდებთან. ეს არის ფუქსიის. ჯერმთლიანად არ გახსნილა ყვავილედი და არ ჩანს მისი სრული ფერი და სილამაზე. ყვავის ვარდი ბალერინა. როგორც ხედავთ, ცისფერ ნაცვლთან მაქვს ჩარგული და ვფიქრობ, რომ ვარდის ფერი და ესეთი მონაცრისფრო ფერი, რაც ნაცვლს აქვს, უხდება ერთმანეთს. დაიწყო ყვავილობა ჩემთან ლავანდულამ, როგორც ხედავ. ესაც მეორე სპირია, Globe Mountain, რომელიც ესეთი ლაიმისფერია. მთელი სეზონი და აქვს ვარდისფერი ყვავილები. ყვავილებში მნიშვნელოვანია, რომ ერთი და იგივე ყვავილები მეორდებოდეს. აქაც აი მეორე მხარეს თუ ყვავილნარის ერთ მხარეს და ცენტრში ცოტა ზემოთ იყო ვერონიკა ფოქსია, იგივე მეორდება მეორე მხარესაც. ასე ყვავილნარი კომპოზიცია უფრო შეკრული ჩანს. ასე რომ ნოირებით მარტო ერთს, გავაკეთებთ ვინიგრეტს კლუმბისგან,
ვიყიდოთ რამოდენიმე. მაგალითად ეხლა გააჩნია ხო პატარა მცენარეებზეა ლაპარაკი. და ეს კოწახური ატამური მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ლამაზად თამაშობს მისი ფერი მზის სხივებზე, მაინც ბევრი არ არის საჭირო, რომ დიდია. ვიგელა და დასრულა ყვავილობა წესით ახლა უნდა გადავჭრა, რომ მეორე ყვავილობაც გამოვიწვიო. მაგრამ ცოტა ხანი კიდევ დაველოდებ. კიდე მის ვარდის ქვევით ჩარგული მაქვს ვერონიკა ლურჯი მეორე მხარეს ვერბენა ბანარიული თავისი ვარდისფრო მოლურჯო თავებით მის უკან ვარდის უკან არის პეროვსკაია სალბი შალფეი რომელიც აგრეთვე ცისფრად ყვავის ეს არის პეროვსკაია სალბი იზრდება საკმაოდ მაღალი სადღაც აგვისტოში იყვავილებს ნუ გააჩნია რა მინდები იქნება ჩემთან ყოველ შემთხვევაში მასე ყვავილობს ცისფრად მაგრამ აქვს ესეთი თვისება რომ იჩახება და საკმაოდ ნუ აი კარგავს კომპაქტურობას ამიტომ მე ვაკეთებ შემდეგ რაღაცას ამას უკეთებ ჩელსი ჩოპი ვიცით ვამოკლებ ფოთლის ზემოთ ეს შორის აი ესე შეგიძლიათ ქოთანში დააკალმოთ ან პირდაპირ მიწაში ძალიან უბრალოდ კალმდებიან შორის ამას ვიზამ ეხატ დაკალმებასაც გასავლით ხო ვიცით არა აი ავიღოთ აი ესე ეს არის უმები და ითეს აქ ფოთლის ქვემოთ ირიბად რომ ვიცოდეთ რომ ეს ჩადის მიწაში მე ვაცლით ეს მიწაში ჩავა ესაც მიწაში ჩავა ეს არის ცოტათი ნახევრად გახევებული დაკალმება ეს დავტოვოთ ფოთლებს აღარ დავაპატარავებ აი ესე ჩავა მიწაში ხვიერ მიწაში აუცილებლად იგივე შემიძლია გავაგრძელო ამაზეც თუმცა აი ეს ყურეთ ბევრი მექნება ამაზე აღარ ვიწვალებ აი როდესაც აი ესეთი ის არის ზემოდან ხო აქვე უნდა დავამთავრო ეს ამბავი რბილი როცა ისევ ესე ირიბად ფოთლები შემოვაცალო და ზედაური დავტოვო ჩავა მიწაში ესე ადვილი დააკეთეთ გირჩევთ ოღონდ იცოდეთ კალმებს რო აკეთებთ ახლა მე მაგალითად ჯერ უნდა გადავჭრა თუ კალმები გინდათ იქონიეთ თან პარკი სანამ მიწაში ნიადაგში გადაიტანთ ხო დასაფესვიანებლად იქონიეთ პარკი პარკში შეინახეთ პოლიეთილენის რომ არ გამოშრეს მე ავიღე ჩემი მიწა სასურველია რომ საკუთარი მიწა აიღოთ დაკალმებისთვის იმიტომ რომ მე ადვილად ეგუება პატარა უკვე დაფესვიანებული კალამი თქვენ მიწასაც გადარკვას უპირებთ ავურიე ქვიშა ბლომად არ არის ნოყიერი მიწა საჭირო ანუ ესენი არ უნდა გაღორმოცელდნენ ფესვზე უნდა იმუშაონ და აი ესე კუთხეებში ირიბად მიუტკეპნე აქ ნაკლებად შრება რო იცოდეთ მიწა
იმიტომ რომ კუთხეებში სასურველია და არამატო შრება უფრო თბილიც არის. შემდეგ ამას მე კარგად მოვრწყავ, ისე რომ ძირიდან გამოუვიდეს წყალი. ბევრი გამეკეთებია იყოს შუაშიც. და დავდგამ მოჩრდილულ ადგილზე, არავითარ შემთხვევაში სახლში ან ოთახში სადმე. მოჩრდილულ ადგილზე შეგიძლიათ ბუჩქების ქვეშ, ბუნებრივ გარემოში, არაფრის დაფარება არ უნდა, უბრალოდ ისეთ ადგილზე დაადევით, სადაც თქვათ თვალში გხვდებათ, რომ გამოშრობა არ გამოშრეს მიწა. სულ ეს არის. ასე გამდება სხვათა შორის გაჩვენებთ შემდეგში როზმარინი, ლავანდა, ფაქტიურად ყველაფერი. ძალიან უბრალოა და ადვილი მეთოდი. არაფერს არ ვაფარებ. ასე ყვავის დოეცია. ამ პერიოდში მხოლოდ ერთხელ ყვავილებს და ყვავილობის მე გადავჭრი, იმიტომ რომ ყვავილობს წინა წლის ტოტებზე, სურნელი არ აქვს, ჩემთან ჯერ პატარა, ეს ბუჩქი გაიზრდება 2 მეტრი, 3 მეტრი, ისე რომ საკმაოდ დიდი ბუჩქი იქნება. დაიწყო ჩემთან ყვავილობა ბუდლია ფანტანმა, რომელიც ჩვენ ჩვეულებრივი ბუდლეებისგან ჩვენ ვიცნობთ ხომ ბუდლეებს? მგონი იასამას უძახიან, ინდური იასამას ქართველები. იმისგან განსხვავებით ყვავილობს ეხლა და ფანტანის ფორმა აქვს. რატომღაც ჩემს ყვავილნარში მოხდა წითელი მოცხარი, მე ვიცი რატომაც აღარ გადავდგა. აი ხომ ხედავთ შიგნითაც კი როგორ ყვავილობს, მაგრამ ეხლა ესე თავები თუ არ წავაჭერი, შემდეგ წელს ნაკლები მოსავალი მექნება. ანუ რატო ვაჭრი? გადაჭრის ადგილზე იკეთებს მომავალი წლის მოსავალს და ამით უფრო მეტს ვიწვევ. აი წარმოიდგინეთ, სადაც ასხია, იქ წინა წლებში მაქვს გადაჭრილი. ამის გაახალგაზრდავება, გარდა ეხლა ამას ქვია საზაფხულო ჭრა, მაგრამ ადრეული გაზაფხულის გასხვა მაქვს ვიდეო, იხილეთ. თანდართულ კომენტარშიც იქნება ლინკი, ზემოთ მარჯვნივაც გამოჩნდება და აგრეთვე აღწერილობაში, ვიდეოს აღწერილობაში. აქვე მაქვს ჩარგული, ახლა დაიწყებენ ყვავილობას, სტაფილოსფერი, ლილეინკები. ასე რომ ჩემთან ფერები ხო ნახეთ, გაზაფხული იყო ყვითელი და ლურჯი, შემდეგ ფერები შეიცვალა თეთრის და ვარდისფერის კომბინაცია გახდა. ეხლა დაემატება ცისფერი ფერი, მას წამოეწევა სტაფილოსფერი და აი ესე რთული ფერთა გამას. დღეისთვის ეს ვიკმაროთ. იმედია საინტერესო იყო ვიდეო და მომიწონებთ. მომავალ შეხვედრამდე საუკეთესო სურვილებით, თქვენი შაბათის მებაღი.